Შალომ, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვაზე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესეთ თემას, რომელსაც ქვია თორის საკვირაო თავი ფინხასი. ფინხასი ეს არის ისტორია გაგრძელებისა, როდესაც ჩვენ წინა კვირას წავიკითხეთ, რომ იყო თორის საკვირაო თავი ბალაკი იყო მოაბის მეფე. რომელიც ცდილობდა ისრაელიანების განადგურებას და ამიტომ მან დაიქირავა ბილაამ წინასწარმეტყველი, ანუ ბალაამი, ზოგიერთ ქართულ თარგმანში მას ბილყამი ქვია, მაგრამ ივრითულად მას ბალაამი ქვია ამ წინასწარმეტყველს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბალაამს არაფერი არ გამოუვიდა, ამიტომაც ის იყენებს შემდეგ სხვა ხერხებს. მაგრამ სანამ უშუალოდ დავიწყებ თორის საკვირაო თავის პინხასის განმარტებას, მინდა ჩემ გამომწერებს მოგიწოდოთ. მოიწონოთ ეს ვიდეო, აუცილებლად გააზიაროთ ეს ვიდეო და აუცილებლად დააკომენტაროთ. ძალიან გვჭირდება რომ თქვენ გააზიაროთ ეს ვიდეოები. ასევე დავამატებთ, ვისაც ფინანსურად დახმარება გინდა, ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ გადმოიწყოთ თქვენი სასურველი თანხა. ასევე მინდა ერთი განცხადებაც გავაკეთო, რომ ეს ამ თვისში იქნება ბოლოს წინა ვიდეო, ანუ ეს არის ბოლოს წინა ვიდეო. შემდეგ დავდებთ ვიდეო ერთ ვიდეოს და აგვისტოს თვეში აღარ იქნება არაფერი ვიდეო. გარკვეული მიზეზების გამო აღარ ვიტყვი რა მიზეზები გვაქვს, თქვენ ყველაფერი კარგად იცით. ჩვენ რა გვიჭირს და რა გვინდა. ამიტომ ილოცეთ ჩვენზე და რათა სექტემბერში განახდოს ყველაფერი ოფისში და ოფისიდან უკვე იქნება ძირითადად ჩვენი ჩართვები იქნება ონლაინ გაკვეთილები, ასევე იქნება ვიდეოებიც და ასევე იქნება პირადი შეხვედრებიც გაკვეთილების ჩასატარებლად. ამიტომ ყველაფერი ამისათვის ილოცეთ ძალიან გთხოვთ, რათა ეს სექტემბერში მოხდეს ეს ყველაფერი. და ამისათვის ჩვენ გვჭირდება ფინანსები და ამ ფინანსებზეც რომ ილოცოთ თქვენ, რომ ღმერთმა გამოაჩინოს ის ხალხი, ვინც ჩვენ ამ ყველაფერში დაგვიწევს დახმარებას. მაშასე თორის საკვირაო თავი ფინხასი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის გაგრძელება ამბავის ისტორიისა, რომელიც დაიწყო მეფე ბალაკმა. და რიცხვის 24 თავის 25 მუხლი ასე მთავრდება და შემდეგ იწყება უკვე 25 თავი. 25 მუხლი გვეუბნება ასეთ სიტყვას. ადგა ბალაამი და წავიდა, დაბრუნდა თავის ადგილას და წავიდა ბალაკის თავისი გზით. ებრაელი კომენტატორები გვეუბნებიან, რაც ნიშნავს დაბრუნდა ბალაამი თავის ადგილას და წავიდა ბალაკის თავისი გზით. ეს ნიშნავს, რომ მათ არ გადაუფიქრებენ ისრაელისათვის ცუდი აზრების გაკეთება, მათ არ გადაუფიქრებიათ ისრაელისადმი ბოროტების გაკეთებას. პრინციპში როგორც დღევანდელი ხალხი არიან, რომ მან რაცა უნდა სიკეთე გაუკეთო, თვით დაუდო ჭეშმარიტება და აჩვენო, რომ ეს არის თეთრი და არა შავი, მათთვის ეს მაინც შავია. ასეთი კატეგორია ხალხი იყო ეს ბალაამიც და ეს იყო ბალაკიც. ებრაული მიდრაში გვასწავლის, რომ ბალაამმა, როდესაც ბალაკს უთხრა ამ ამბების შემდეგ, უთხრა, რომ მათ ღმერთს ძურს სიძვის ცოდვა. ვერ იტანს ამ ცოდვას ღმერთი. ანუ სექსუალურ აღვირახსნილობას ასე ამბობს. და ამიტომ მე შენ გასწავლი, როგორ შეიძლება რომ ისევმა ჩავარდეს ცოდვაში და ცოდვის გამო ღმერთი მათ დასჭირს და შენც მათ შეძლებთ განადგურებას. მიიყვანე შენი ასულები და ეცადე რომ ისინი ჩავარდნენ მრუშობაში. ეს გაკვეთილი ბალაკმა ისწავლა ბალაამისაგან და ზუსტად ისევე გამოიყენა, როგორც შემდეგში წერია რიცხვთა წიგნის 25 თავში. ჩვენ წავიკითხავთ რიცხვთა წიგნის 25 თავის 1-დან 18 მუხლამდე ნელ-ნელა წავიკითხავ და მომყევი თქვენ აზრში და ვეცდები გავმარტო ეს ადგილი და შემდეგ ერთი მთლიანი გაკვეთილი მოგცეთ ებრაული ტრადიცია როგორ განმარტავს ამას ყველაფერს. ძალიან საინტერესო თავია შემოკარგებო. ვეცდები მოკლედ ვთქვა, რადგანაც ეს შეიძლება დიდი გაკვეთილიც იყოს და ვეცდები მოკლედ გადმოგცეთ ეს ყველაფერი. ამიტომ მოიმარჯვეთ პასტა ფურცელი, ვინც იწერთ, ჩაიწერეთ, ვინც არა, უბრალოდ დაკვირვებით მოისმინეთ. რიცხვთა წიგნის 25 თავი. ებრაულად ეს არის პარაშათ შაუა პინხას. ბამიდბარის წიგნიდან.
ჩვენ ტრადიციულად კი რიცხვთა წიგნის 25 თავი. და ნახეთ როგორი იკითხება. დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან. მოდი ამაზე გავჩერდეთ. ვინ იყო მოაბელი ასულები და რაც შეჭავს მრუშობა დაიწყეს. ჩემო კარგებო, ძალიან ბევრს ეშლება სიძვის ცოდვა და მრუშობის ცოდვა ერთი და იგივე ცოდვა გონია. არა, ჩემო კარგებო, სიძვის ცოდვა ეს არ არის მომაკვდინებელი ცოდვა. ხოლო მრუშობა ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. სიძვა, რა თქმა უნდა, ცოდვა, დიდი ცოდვა, მაგრამ ეს არ არის მომაკვდინებელი ცოდვა. 10 მცნებაში არის ჩამოწერილი ის ცოდვები, რომელიც არის მომაკვდინებელი ცოდვები და რომლის შეგნებულად ადამიანი ვინც აცდენს, არ ღვევს ის არის ჩადის მომაკვდინებელ ცოდვას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. რას ნიშნავს მრუშობა? მრუშობა, ჩემო კარგებო, ეს არის ღალატი. მრუშობა ეს არის ის ცოდვა, როდესაც ადამიანი არის ცოლქმრული ურთიერთობა და რომელიმე მხრიდან ხდება ღალატი. ეს არის მრუშობა. ხოლო სიძვა ეს არის ცოდვა, რომელიც დაუქორწინებელი ადამიანია და დაუქორწინებელი ადამიანი ჩადის სექსუალურ ურთიერთობას ვინმესთან. აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი, აქაც კატეგორიაა. მამათ მავლობაც ეს არის მომაკვდინებელი ცოდვაც ჩემო კარგებო, რადგანაც სიცაძაგლია. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს არის გათხოვილია ქორწინებაშია თუ არაა ქორწინებაში, მამათ მავლობაც ეს არის მომაკვდინებელი ცოდვაც. შეიძლება რომ ვიღაცამ რომ გამომეკიდოს და იფიქროს, მაგრამ ჯერ ქორწინებაში არა ვარ და ასე და ასე. ანუ უყურეთ რა ხდება. რას გეუბნება ეს ისტორია? კარგად დააკვირდით. დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან. ვინ დაიწყო? ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან. ანუ ეს ნიშნავს, რომ ქმრიანი ადამიანი, ცოლიანი ადამიანები, ვინც იყვნენ, მათმა დაიწყენ თავიანთი ცოლის ღალატი. ანუ ეს არის ის კატეგორია ხალხი და იმ პასუხი იმ კატეგორია ხალხზე, ვინც ამბობს, რომ ძველ ხმაში ღმერთი უშვებდა მრავალცოლიანობას. არ უშვებდა ძველ ხმაში მრავალცოლიანობას. არასდროს არ ჩაუთვალა ღმერთმა დავითს და სოლომონს ეს მოსაწონა აქ და როდესაც მათ მყავდა მრავალი ცოლი. ეს არ იყო ღმერთის ნება. ეს იყო უბრალოდ მათი შუა აღმოსავლეთის კულტურა, რომელიც არ იყო ღმერთის ნებიდან გამოწვეული, რომ იცოდეთ. ღმერთი განიხილავს ქორწინებაში ურთიერთობას ერთ კაცს და ერთ ქალს და დაიწყეს მრუშობა მოაბელ ასულებთან. ნახეთ რამ გამოიწვია ეს მომაკვდინებელმა ცოდვამ, ამ მრუშობამ გამოიწვია როგორც ხორციელი ფიზიკური თავიანთ ცოლების ღალატი, ასევე ამან ჩააგდო სულიერ ცოდვაში, შემდეგ მათმა დაიწყეს თაყვანისცემა კერპების. და დაიწყენ ამ მრუშობის გამო ჩავარდნენ სულიერ ცოდვაში. და ნახეთ როგორი საშინელი რამეში ჩავარდნენ. მეორე მოხლეას გონება. თავიანთი ღმერთების სამსხვერპლოებთან იწვევდნენ ხალხს, ისინი და ჭამდა ხალხი და სცემდა თაყვანს მათ ღმერთს. მიეწება ისრაელი ბაყალ ბეყორის და აღიზნო უფლის რისხვა ისრაელს. რას გვასწავლის ეს გაკვეთილი? ეს გაკვეთილი გვასწავლის ჩემო კარგებო, რაც ჩვენ წავიკითხეთ ზემოთ, რომ ადამიანმა არ შეიძლება ვინც ქორწინებაშია ღალატის იმრუშოს და უღალატოს თავიანთ ცოლს ან თავიანთ ქმარს. ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. თუ ეს ადამიანი განაგრძობს ასეთ ცოდვაში ცხოვრებას, ის სულიერადაც უღალატებს ღმერთს და დატოვებს ღმერთს და დაიწყებს კერპების თაყვანისცემას. ეს როგორ ვთქვა, ეს ურთიერთკავშირული ცოდვაა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელს იწვევს. თუ შენ სულიერად უკვე იწყებ კეფთან საყურებას, აუცილებლად შენ კეფსაყურება ჩაგაგდებს ხორციელ ცოდვაში, რომელიც არის მრუშობა. მაგრამ აქ პირიქით მოხდა. აქ ჯერ ხორციელი მრუშობა მოხდა და შემდეგ გამოიწვია სულიერი დაცემა, რადგანაც ეს ხორციელი ცოდვა პირდაპირ ეწინააღმდეგება სულიერ მცნებელს ღმერთს, რომელიც გეუბნება არ იმრუშო. ეს არის პირდაპირ ღმერთის ნების წინააღმდეგ წასვლა და არა
და ამ ცოდვამ არათუ ღმერთის ნების წინააღმდეგ წავიდან, მათ საერთოდ ღმერთი მიატოვეს და დაიწყეს სხვა ღმერთების თაყვანისცემა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რა მოხდა ამ შემდეგ. მეოთხე მოხლი, უთხრა უფალმა მოსეს, მოიყვანე ხალხი ხის ყოველი მთავარი, ჩამოკიდე ისინი უფლის წინაშე მზისი და უკან მიიქცევა უფლის რისხვის მძინვარება ისრაელისაგან. უთხრა მოსემ ისრაელის მსაჯულებს, ყველა მოკალით იმ კაცსაგან, ვინც ბაყალ ფეხურს მიეტმასდა. ანუ ყველა მოკალით ის ადამიანი, ვინც ამ მომაკვდინებელ ცოდვებშია. ორი სახის ცოდვა მომაკვდინებელი, ანუ პირველი მრუშობაში ვინც ჩავარდა და ამ რუშობიდან გამოწვეული კეფსაყურებაში ჩავარდნენ ეს ხალხი. ანუ ფაქტიურად ვინც უღალატა თავიანთ ცოლს, ყველა იმსახურებდა სიკვდილს. იმიტომ რომ მათ ეს შეგნებულად გააკეთეს. მათ იწოდნენ ცნება არ იმრუშო. ამ რუშობამ დაარღვევია პირველი მცნება, მეორე მცნება, რომელმაც თქვა, რომ არ იყოლიოთ სხვა ღმერთები. ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. და მომაკვდინებელ ცოდვაზე არ არსებობს სამსხვერპლო. მსხვერპლი არ არსებობს. ანუ ვერ გამოისყიდი შენ შეგნებულად ჩადენილ ცოდვას. არ არსებობდა ეს ძველ აღთქმაში. და მეექვსე მოხლე ნახე როგორ იწყება. და აჰა მოვიდა ერთი ისრაელის ძეთაგან და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი თემის თვალწინ. როცა მოთქვამდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან. დაინახა ფინეხასმა ელიაზარის ძე და აჰარონის ღვთის ძე წამოდგა შუაგულ კრებულში და შუბი აიღო ხელში. მიყვა ისრაელიანის კვალს მის კარამდე და ორივე განგმირა შუბით ისრაელიანელი და ქალი მუცელში და შეწყდა ისრაელის ძეთა მოსვლა 24,000 კაცი მოსვა ამ ჭირმა. წარმოგიდგენიათ? ისრაელში გაჩნდა ჭირი, რომელიც კლავდა ყველას. ყველა ის ხალხი, ვინც ამ ცოდვაში ჩადიოდა ამ ცოდვას, დასჯილი იყო, მაგრამ მაინც არ იყო საშუალო. გამოდის პიროვნება, რომელიც ამას ყველაფერს უყურებს და შეგნებულად მიდის მოსეს და არონის წინააღმდეგ და ღმერთის წინააღმდეგ და მოყავს მიდიანელი ქალი, სპეციალურად მიდიანელი იყო, თქვენ რო იცოდეთ, ეს იყო ბალაამი, წინასწარმეტყველი ანუ სპარსეთი და ამ მიდიანელმაც გამოიყენა ის რჩევა, რაც ბალაამმა უთხრა ბალაკს, რომ არც თუნე მრუშობაში ჩააგდე ეს ხალხი. მიდის და მიყავს თავის კარავში ეს ადამიანი და ჩადის სიძვას. ეს ისეთად იმდენად ღმერთის სახელის იმდენად შეურაცხყოფობა იყო და ღმერთისების წინააღმდეგ იმდენად ღია გამოხატულება იყო, რომ მოსეს და არონის პირღია დარჩა. ვერაფერი ვერ თქვეს. აი მათ თვალწინ ხდება ცოდვა და აი შოკი მიიღეს მოსემ და არონს. წარმოგიდგენთ რა მომენტია. ამ შოკში არის და ამ დროს იმარჯვა პინხასმა აღივსო უფლისადმი შური და რისხი და მოკლა ორივე. და ნახე მეათე მოხლე რას ეუბნება. უთხრა უფალმა მოსეს დააცხო ჩემი რისხვა ისრაელის ძეებზე პინხასმა ელიაზარის ძე და აჰარონის ღვთის ძე, რადგან შური იძია ჩემთვის და აღარ მოუსპე ისრაელის ძენი ჩემი შურის ძიები. ამიტომ უთხარი რომ მშვიდობის აღთქმას ვაძლევ მას და იქნება ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის და მისი შემდგომ მღვდლობის მარადულ აღთქმად, ვინაიდან შური იზია თავის ღმერთისათვის და გამოისყიდა ისრაელის ძენი. ხოლო მიდიანელ ქალს, რომელიც მოკლა, სახელად ერქვა ქოზბი, ასული სურისა, მამისეული ტომის მთვარისა. მოკლული ისრაელის სახელი კი, რომელიც მიდიანელ ქალთან ერთად მოიკლა, იყო ზიმრი, სალუზე, სიმონის მამა სახლის მთავარი. ანუ ეს პიროვნება, ეს ისრაელელი, ეს არ იყო ჩვეულებრივი ისრაელელი. ეს იყო სიმონის ტომის მამა მთავარი. ანუ სიმონის ტომის ხელმძღვანელი, რომელმაც აშკარად იცოდა მოსესგან, რომ ეს არის მრუშობა, ეს არის ცოდვა და არ უნდა ჩაიდინო, მაინც მიდის და აკეთებს ამას. და ამ დროს იჩენს პინხასი.
ეს არის ძალიან რთული თავი, შემოკარგებო თავისი არსით განმარტებისა და მე მინდა განგიმარტოთ ახლა ეს თავი თავისი მნიშვნელობით რას გვასწავლის ეს თოვლის საკვირაო თავი, რომ ვიცოდეთ. ადამიანი აკეთებს მომაკვდინებელ ცოდვას, ჩადის პირდაპირ და იცის რა უფლის გეგმა, ის მიდის უფლის ფსების წინააღმდეგ. ეს არის ის დიდი ცოდვა, რომელსაც ის აკეთებს. მას ერქვა ზიმრი. რას ნიშნავს ზიმრი? სახელი ზიმრი შემოკარგებო ძალიან საინტერესო განმარტება აქვს და ნიშნავს ქებას და სიმღერას. ანუ ადამიანმა, რომელიც სახელიც არის ქება და სიმღერა, აკეთებს ამ ცოდვას, ჩადის შეგნებულად ამ ცოდვას. საერთოდ ებრაულ ტრადიციაში და ბიბლიურ კონტექსტში სახელები ჩვენ გვევნება ძალიან ბევრ რამეს და ებრაელი კომენტატორები ამბობენ, რომ როდესაც ებრაელები იყო გაჭირვებული, როცა ებრაელები სტიროდნენ და მოთქვამდნენ თავიანთი ცოდვების გამო, ეს ადამიანი მღეროდა და დალხინებული იყო. ამიტომაც ის ჩადის ამ ცოდვას. ზიმრი ნიშნავს ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევით არ წერია ვინ იყო ზიმრი და ვისი ძე იყო. იყო სალოსის ძე. სალუს ძე. სალუ სახელი ნიშნავს გზა გაყვავოს. ანუ ბიბლია გვასწავლის ამ ძალიან საინტერესო იმას გვაძლევს, გაკვეთილს აქვს, რომ მამამისის სახელი თულა არ არის ნახსენები აქ. მამამისმა გაზარდა ეს შვილი ისეთ ცუდად, რომ ამ შვილმა ვერ გაიგო რა დროს რა უნდა გაეკეთებია. როდესაც ქვეყანაზე ჭირი იყო და უბედურება, ის დალხენილი იყო. მას უხაროდა და ის მღეროდა. და ამის გამო ის აკეთებს და ვარდება იმ ცოდვაში, რომელიც ცოდვაც მან მიიყვანა სიკვდილამდე, მომაკვდინებელ ცოდვამდე. ანუ პინხასის ეს ქმედება ამ ადამიანის ზიმრის ცოდვა იყო იმაში, რომ ის იყო დალხენილად. გარდა ამისა, რომ ჩვენ მივმართოთ კაბალას, კაბალა ძალიან საინტერესო განმარტებას გვაძლევს და მინდა ესეც თქვენ მიხვდეთ. მისი ხემატრიული მნიშვნელობა. ხემატრია მისი სახელის არის 267 და გადმოსცემს ფიზიკურ ვნებას და ეგოისტურ სრულებს, რომელიც ადამიანს ღვთაებრივი წესისაგან აშორებს. რიცხვი 267 მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ნეგატიურ ტერმინთან, სიმბოლურად გამოხატავს გადახვევას, ერთიანობიდან მოწყვეტას, რაც სრულყოფილ ღვთაებრივ სისტემას დაზიანებას იწვევს. ანუ ამ პიროვნების საქციელი იყო გამოყოფილი. რას ნიშნავს? ტექსტში ჩვენ წავიკითხეთ რიცხვთა წიგნის, მინდა რომ ეს ტექსტი თქვენ წაიკითხოთ ახლა, მე-6 მუხლში. დაჰა, მოვიდა, ეს არის 25 თავის მე-6 მუხლი. დაჰა, მოვიდა ერთი ისრაელის ზეთაგან და მოიყვანა თავის ძმებთან, მიდიანელი ქალი, მოსეს და ისრაელის ზეთა. მთელი თემის თვალწინ, როცა მოთქვამდა საკრებულო კარვის შესასვლელთან. საკრებულო კარვის შესასვლელთან მოთქვამდა მთელი ისრაელი, მოთქვამდა თავიანთი ცოდვის გამო და ამ ცოდვის გამო გამოწვეული ჭირისაგან, რომლითაც ეს ჭირი მოსრავდა. მაგრამ ეს ადამიანი იმდენად ეგოისტური იყო და იმდენად ისეთი ცუდი პიროვნება იყო, რომ მან თავისი სიხარული და სიმღერული და უდარდელი ხასიათით გამოეყო ამ საკრებულოს, გამოეყო და ის არ იყო ისრაელიანების ნაწილი. და ის წავიდა ამ ერთობის წინააღმდეგ. ამას გვასწავლის კაბალა ჩვენ მოკარგებო, რომ თქვენ გესმოდეთ, ეს არის კაბალისტური განმარტება. ნუ თქვენ შეიძლება დაეთანხმოთ, შეიძლება არ დაეთანხმოთ. ეგ უკვე თქვენი ნება. უბრალოდ მე მინდა რომ თქვენ დაგანახოთ ამ მნიშვნელობა ამისა. ერთიანობას მოწყდა, ერთიანობა იყო, რომ ებრაელი ერი ინანიებდა თავის ცოდვებს, წუქთა თავიანთ ჩადენილ ცოდვას, მაგრამ ეს ადამიანი არ ინანიებდა, ის უდარდელად იყო, არხეინად იყო და ის ჩადის ამ ცოდვას. მოწყდა ერთიანობას. ის რაც ღმერთი მოუწოდებდა ერთიანობას. და რას აკეთებს პინხასი? აი ეს პინხასი არის ძალიან საინტერესო პიროვნება. მაგრამ სანამ პინხასზე ვიტყვით, მოდი კოზბის სახელი გამომართოთ. კოზბი წარმოადგენს უცხო წარმართულ გავლენას და ილუზიას, რომელიც ისრაელის ღვთაებრივი ჭეშმარიტებისაგან აშორებს. მისი გემატრია 39, მჭიდროდ კავშირია სასჯელთან, გამოსყიდვასთან
39 დარწმუნდა სოდვის უწმენდურებასთან. ის განასახიერებს იმ სულიერ დაავადებას, რომელიც სიცრუე და სცნობით ვრცელდება. ანუ ბიბლია გვეუბნება ამ ორი ადამიანის სახელს შეგნებულად გვეუბნება და გვამცნობს ამათ ისტორიას იმას, რომ უდარდელმა ცხოვრებამ, უდარდელმა არხეინად ყოფნამ, რომელმა ადამიანის გამოიყო თავისი უდარდელობით და თავისი არხეინობით, გამოიყო და ჩავარდა ცდუნებაში, რომელიც იყო ამ მიდიამელი ქალისაგან კობზი. კობზი ნიშნავს მოტყუების, ტყუილს შეამყოფა. ეს ადამიანი და ჩარ. ეს არის ის სულიერი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ დღეს გვინდა დავინახოთ, რომ როდესაც ჩვენ ვართ ეკლესიის წევრები, თუ ჩვენ არ ვსუნთქავთ ეკლესიის პულსით, არ ვსუნთქავთ ჩვენი საკრებულო პულსით, ჩვენ მაშინ ვართ გამოყოფილი ადამიანი ყოველთვის ესეთ მომაკვდინებელი სოდვის რისკის ქვეშ ვარდება და მისი მოტყუება ყოველთვის ადვილია. ეს არის ის სულიერი გაკვეთილი, რასაც ეს ჩვენ დღევანდელი ის გვასწავლის. და ასევე ამ ადამიანის ზიმრის მამის სახელიც არის მოხსენებული და ეს შემთხვევით არ არის. სალუ გემატრია ნიშნავს 100. ზიმრის მამა, რომლის სახელის გზის გაკვალვას ან დადგმას ნიშნავს. მისი სახელის გემატრია 100. შეიძლება მიანიშნებდეს პოტენციალზე და მშენებლობაზე, მაგრამ ზიმრის კონტექსტში ეს გზის გაკვალვა სოდვისაკენ აღმოჩნდა. და მოდი შევაჯამოთ, ეს მინდა რომ თქვენ მიხვდეთ ეს რას გვეუბნება. ჯამური ცოდვა. ზიმრი პლუს კობზი, ანუ ეს ზიმრი ადამიანი ვინც ჩადის ამ ცოდვას, შეგნებულ ცოდვას და კობზი ეს ქალი მათი სახელების ჯამი 306 ნიშნავს თემატრიულად. სიმბოლურად გამოხატავს სოდვის და უწმინდურების სრულ მასშტაბს. ეს რიცხვი, რომელიც არის აზავ და რომელიც ასევე 306-ია. რაც ღვთაებრივ კავშირისებისაგან განდგომას და განშორებას ნიშნავს. ეს იყო სულიერი მდგომარეობა, რომელიც ღვთაებრივი რისხვა გამოიწვია. ეს არის ძალიან საინტერესო რამე და რაც გვასწავლის, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ისრაელმა დაიწყო თავიანთი ცოლების ღალატი. ჩავარდნენ მრუშობებში. ამ მრუშობამ გამოიწვია კერძსაყურება, გამოიწვია სულიერი მრუშობა. ხორცელმა მრუშობამ გამოიწვია სულიერი მრუშობა, მათ მიატოვეს ღმერთი და ამის გამო მიიღენ ღმერთისგან სასჯელი. სასჯელის დროს იყო, როდესაც მთელი ისრაელი იყო მონანიებასა და თვითინში და ლოცვებში, იყო პიროვნება, რომელიც გამოეყო ამ ლოცვას, გამოეყო ამ ერთიანობას და დარჩა მარტო. მისი თავისი სახელი და თავისი ხასიათის გამო. თქვენ იცით, რომ ებრაული ტრადიცია და ბიბლიური ტრადიცია გვასწავლის, რომ სახელი გვეუბნება ადამიანის ბედს, გვეუბნება ადამიანის ხასიათს, დანიშნულებას. ამ ადამიანის დანიშნულება იყო სულ სხვა რამე, მას უნდა მოეტანა ქება ღმერთისადმი, მაგრამ მან მოიტანა რისხვა ღმერთისა. მოიტანა თავისი უბედურება თავის თავზე და ისრაელიანელებისა. ეს არის ის, რაც ამ ადამიანმა გააკეთა. ეხლა განვიხილოთ პინხასის ქმედება. პინხასის ქმედება შეიძლება იყოს განპირობებული ორი მიზეზი. პირველი მიზეზი ეს იყო ღმერთის გამო, ღმერთის სახელის გამო და პირველ და მეორე მიზეზი ეს იყო, რომ მას უნდა რომ ისრაელიანელები გადაერჩინა, აღედგინა ისრაელიანების ერთიანობა. ეს პიროვნება არ ღვევდა ისრაელიანების ერთიანობას. ამ კაცის მოშორება აღდგენდა ისრაელიანების ერთიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ გვასწავლის რაბი იბენ ეზრა, რომელიც ეხება კაბალისტურ ამ განმარტებას, რომელიც გვთავაზობს ზოარის წიგნი. ეს არის კაბალაში არის ესეთი მცნება, რომელსაც ქვია ჰავდალა ლეაхдუდ. ჰავდალა ლეაхдუდ ნიშნავს გამოყოფა ერთიანობისაკენ. გამოეყო პინხასი მთელი ისრაელიანების ქვითინს
გაეკიდა ამ პიროვნებას, მიყვა კარავამდე და მოკლა, რათა მათი გამოყოფა, რომელიც იყო მიმართული ერთიანობის დარღვევისაკენ, მან მოკლა და აღადგინა ერთიანობა. პინხასის ქმედება იყო განპირობებული ორი მიზეზი. პირველი ჩვენ ვთქვით, რომ მან ღმერთის სიწმინდე სტანდარტი, ღმერთის სახელის გამო გააკეთა ეს, მას არ ამოძრავდა პირადი მოტივები და მეორე მან გააკეთა ისრაელიანის ერთიანობის აღდგენის სული. ერთიანობის აღდგენის სული იყო, როდესაც მოთქონდნენ ისინი არავთან მონანიებას, როდესაც აკეთებდათ შუა, ეს პიროვნება არ აკეთებდა მონანიებას, არამედ უფრო ვარესად დაუპირისპირდა ღმერთს და ეს იყო პირდაპირ მომაკვდინებელი ცოდვა, რომელსაც ის ჩადიოდა და ამიტომაც პინხასი აკეთებს ამას. ეს არის გამოყოფა ერთიანობისაკენ. აგრეთვე პინხასიც გამოეყო ამ მონანიებას, როდესაც ისრაელი ინანიებდა, გააყვა მას ფარულად, ჩუმად და კარავშივე მოკლა ისინი. ერთიც და მეორეს. ამიტომაც ღმერთი უდოს პინხას ამ ორი რამის გამო, რომ მან იძლია ღმერთის გამო შური, ღმერთის შეურაცხყოფების გამო იძლია შური და ღმერთი მას უდებს მშვიდობის აღთქმას. ბრით შალომ, მშვიდობის აღთქმა, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველური აღთქმა, რომელსაც იესო ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს. ჩემ მშვიდობას გიტოვებ თქვენ. მე წავალ, მაგრამ უგეშინიათ, რადგანაც ჩემ მშვიდობას გიტოვებ თქვენ. ეს იესოს მშვიდობა არის სრულყოფილი მშვიდობა, სრულყოფილი გამოსყიდვა გააკეთა. ამის გამო ხდება ეს. უყურე რა ხდება. პინხასმა დააცხრო ჩემი რისხვა და გამოისყიდა ისრაელი. ანუ სრულყოფილი გამოსყიდვა მოხდა ის ადამიანი, ის პიროვნება, რომელიც იყო ისრაელის საკრებულოს წინააღმდეგ წასული, ეს პიროვნება, რომელიც იყო მრუშობდა, ცოლიანი პიროვნება იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოლიანი პიროვნება იყო და ეს იყო აგრეთვე სიმონის ტომის მამამთავარი, თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროს მამამთავარი, უფროსი, რომელმაც პირდაპირ მრუშობი წავიდა და დაუპირისპირდა ღმერთის ნებას. პინხასის ამ ქმედებამ დაასხო ღმერთის რისხვა და გამოისყიდა ისრაელიანი. ისრაელიანები ისე ერთიანად გახდა. კაბალაში არის ორი კონცეფცია, ორი სწავლება, რომელიც ჩვენ გვასწავლის და ამას კაბალა არიღებს, აიდან ეს არის ბიბლიიდან აღებული, ბიბლიას ეფუძნება ეს განმარტება, არის ორი კონცეფცია. გამოყოფა ერთიანობისაკენ და გამოყოფა ერთიანობის დარღვევისაკენ. გამოყოფა ერთიანობისაკენ არის ღვთაებრივი სულიერი, ხოლო გამოყოფა ერთიანობის დარღვევისაკენ არის ბოროტისაგან და ეშმაკისაგან. ამის მაგალითები არის, როდესაც კორახი გამოეყო არა ერთიანობისაკენ, არამედ ამ ერთიანობის დარღვევისაკენ, ის იყო მოკლული და დადებითი მაგალითი გამოყოფა აბრაამი, როდესაც გამოეყო ურია ქალდეისაგან, რათა შექმნილიყო ერთიანი ისრაელი და მისგან წამოსულიყო ისრაელის ერი. და მეორე მაგალითი გამოყოფა ერთიანობისაგან, როდესაც პინხასმა მოკლა ის პიროვნება, რომელიც გამოეყო ისრაელის დასაშლელად, ერთიანობის დასაშლელად მან ის მოკლა. სამ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის ჩვენ ეს ჩემო კარგებო, რომელიც მე მინდა ამ სამი დავამთავრო ამ გაკვეთილით. პინხასის საკვირაო თავი გვასწავლის სამ დიდ გაკვეთილს. ცოდვა ქმნის განხეთქილებას, ნებისმიერი ცოდვა განსაკუთრებით კი ის, რაც სიცრუეზეა აგებული და უწმინდურება შეიცავს, აერთიანებს ღვთაებრივ ერთიანობას და იწევს სულიერ განხეთქილებას. მეორე, ერთიანობა მოითხოვს სიმტკიცეს, ზოგჯერ სულიერ სიწმინდესა და ჰარმონიის შესანახებად საჭიროა რადიკალური გამოყოფა. ჰავდალა, იგივე გამოყოფა გითხარით, მოხდეს მავნე და დამაზიანი ელემენტისაგან. გამოყოფა მოხდეს მავნე და დამაზიანი ელემენტისაგან. ეს უნდა გაკეთდეს ღვთაებრივ გულმოდგინებით და ერთიანობის აღდგენის წმინდა განზრახით. ის რაც ქონდა პინხას. და მესამე, მშვიდობა სიწმინდის შედეგია. თუ ჩვენ გვინდა ჭეშმარიტი შალომი, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სიწმინდეში. ჭეშმარიტი მშვიდობა და სრულყოფილი ჰარმონია მიექცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც შორდებით უწმინდურებას და უერთებით ღვთაებრივ წყაროს. ღვთაებრივი წყარო იესო ქრისტე.
პინხასის ამბავი არის ძლიერი შეხსენება სულიერი ბრძოლის შესახებ სიწმინდესა და სიბილწეს შორის და იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს რომელიც ღვთაებრივი ნებით არის აღცილი აღადგინოს ჰარმონია და გამოიხსნას მთელიერი და ეს გააკეთა პინხასი არის პირდაპირ პროპორციული იესო ქრისტესთან. იესო ქრისტეს ზომა ეს იყო რადიკალური ზომა. ცოდვა სჭირდებოდა რადიკალური კუნალობა. სკალპელური ქირურგიული ჩარევა და იესო ქრისტე ეს არის ღმერთის ქირურგიული ჩარევა კაცობრიობისათვის. იესოს სიკვდილმა გამოიწვია კაცობრიობის გამოსყიდვა. და ვისაც იესო ქრისტე სამს ის არის იმ ერთიანობაში და იმ გამოსყიდულთა ერთიანობაში, რომელსაც ქვია სინაგოგა, რომელსაც ქვია ბეით ქნესეთ და რომელსაც ქვია აგრეთვე ეკლესია. ეკლესია, რომელიც ნიშნავს გადარჩენილ ხალხთა ერთობას. გაერთიანებული ერთი მიზანი, რომელიც არის იესო ქრისტეს მსხვერპლის მიღება. აი ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა პინხასის გაკვეთილი ჩემოგარგებო. ცოტა რთული თემაა ასახსნელად მე მესმის, ასე რომ აპატიეთ თუ რა ბოლომდე ვერ აგიხსენით ის რაც ისი თქმაც მინდოდა კიდევ წერე, მაგრამ ასე მიჭირს ასე დაწერილებიც ახსნა. ამიტომ შემინდეთ და თუ შეკითხვები გექნება და ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ კომენტარში დაწერეთ. და მოგიწოდებთ ყველა ჩემ გამომწერებს ეს ვიდეო გააზიარეთ და კომენტარით და მოიწონეთ. ეს არის ის და ძალიან გთხოვთ რომ ილოცოთ. ეხლა განსაკუთრებით გჭირდება თქვენი ლოცვა და გვერდში დგომა, ლოცვითი გვერდში დგომა. ამიტომ მოგიწოდებთ ლოცვისაკენ. მადლობა ყურადღებისათვის. ამის შემდეგ დაიდება ერთი ვიდეო და სექტემბრამდე შესვენებას ვაცხადებთ. მადლობა ყურადღებისათვის და უფალს ებარებოდეთ ყველამ.